Erasmus Mundus-ის სამაგისტრო პროგრამა ითხოვს 2 სარეკომენდაციო წერილს, ჩვეულებრივ, სტანდარტულად. ერთი უნდა მოგცეთ თქვენმა ლექტორმა, თემის ხელმძღვანელმა, აკადემიურმა ხელმძღვანელმა და მეორე ან აკადემიურმა, ან პროფესიულმა ხელმძღვანელმა. ანუ რაღაცნაირად აკადემიური ან პროფესიული ურთიერთობა ვისთანაც გაქვთ. ხშირად რა შეცდომებსაც ვუშვებთ კანდიდატები და მე მგონი დამიშვია ეგ შეცდომა და ეხლა ვიგეტყვით არის ის, რომ მივმართავთ ისეთ პროფესორებს რეკომენდაციისთვის, რომლებიც ჩვენ კარგად არ გვიცნობენ. სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება მათ უფრო კარგი თანამდებობა აქვთ უნივერსიტეტში, უფრო პრესტიჟული სახელი აქვთ და ასე შემდეგ, თუმცა არ გირჩევთ ამას, რადგან რეკომენდაციის დაწერას თხოვეთ იმ პროფესორს, რომლებიც ნამდვილად გიცნობენ, ნამდვილად იცნობენ თქვენ შესაძლებლობებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა გაქვთ, ასე რომ ვთქვათ და რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დაგკვირვებოდნენ აუდიტორიაში. ეს ერთი აუცილებლად და მეორე შეცდომა, მაგრამ ხანდახან ეს მგონი გამოუვალი მდგომარეობა არის ის, რომ კანდიდატები თავად წერენ სარეკომენდაციო წერილს და შემდეგ უბრალოდ ეს ლექტორები ხელმოწერით ადასტურებენ. ორივე შემთხვევა მქონდა ერთხელ, მე მგონი იუგრადის გაცვლით პროგრამაზე რო ვაგზავნიდი, ჩემს ერთ პროფესორს თხოვე სარეკომენდაციო წერილის დაწერა და მითხრა ლიას ჯობს შენ თვითონ დაწერო, შენ ხომ უკეთ იცი რა ტიპის წერილი გამოგადგება და შემდეგ მე დაგიდასტურებო. პირველ რიგში ძალიან შემრცხა და მეუხერხულა ის, რომ საკუთარ თავზე პროფესორის თვალით მელაპარაკა, რა თქმა უნდა, დადებითი და პოზიტიური წერილის დაწერა მინდოდა, მაგრამ მე ეს ხო უნდა ენახა ამ პროფესორს და მოკლედ ძალიან უხერხულია და არ არის კარგი პრაქტიკა, როცა კანდიდატი თვითონ წერს თავისივე სარეკომენდაციო წერილს და ამიტომაც ალბათ ისეთ პროფესორს უნდა სთხოვოთ, რომლებიც ნამდვილად გამონახავენ მაგ დროს თქვენთვის, ანუ რომლებისთვისაც თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. ეს ორი შეცდომა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ სთხოვოთ ისეთ პროფესორს, რომელიც ნამდვილად მაგალითებიან სარეკომენდაციო წერილს დაგიწერთ. მე მაგალითად ვთხოვე ჩემს პროფესორს, რომელთანაც გავიარე 4 საგანი პოლიტიკის მიმართულების, ანუ ჩემი ძირითადი სპეციალობის მიმართულებით, როგორც აუდიტორიაში, ისევე Zoom-ში. და აი ამ 4 საგნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი ურთიერთობის გამოცდილება, სხვადასხვა ტიპის დავალებები გვქონდა ქვიზები, ესეები, იმ შესაბამისად მას ჰქონდა შესაძლებლობა ჩემი წერითი უნარები ენახა, გვქონდა პრეზენტაციები, დისკუსიები, მსჯელობები, განსაკუთრებით პოლიტიკის მეცნიერებებში. ხანდახან ისეთი ცხარე დისკუსიებია, კარგად შეუძლია პროფესორს დააკვირდეს, მაგალითად, განსხვავებული აზრის მიმართ მიმღებლობა როგორ გვაქვს, რამდენად პატივისცემით ვეპყრობით სხვა აზრს და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ, რამდენად თანმიმდევრულები ვართ. ნუ მოკლედ, ძალიან ბევრი ნიუანსის დანახვის შესაძლებლობა აქვთ და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემს პროფესორს ჰქონდა ეს მაგალითები, რამაც ძალიან გამდიდრა ალბათ ჩემი სარეკომენდაციო წერილი და მეორე მე ვთხოვე ჩემს ყოფილ დამსაქმებელს სამოქალაქო სფეროდან და ძალიან მადლიერი ვარ, მანაც ძალიან კარგი წერილი დამიწერა, ძალიან ობიექტური, პირველ რიგში ჰქონდა ისეთ, ვთქვათ, ჩემს უნარებზე ხაზი გასმული, რასაც რაღაცნაირად მე არ დავკვირვები ვარ მანამდე, ასევე მნიშვნელობა ჩემი და ჩემი ორგანიზაციის საქმიანობის და ასევე სისტემებიც იცოდა მაგალითად მან მე რა მქონდა და ესეც კარგად ჰქონდა აღწერილი, რომ აი ამ კუთხით თუ ის განვითარდება თავის ცოდნას, გაიღრმავებს თავის უნარებს, გაიუმჯობესებს, უკეთესი იქნება მისი პროფესიული, პიროვნული, როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზაციული საქმიანობისთვისა და ძალიან კარგი იყო მოკლედ ეს, ანუ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემები კარგად წარმოაჩინონ, იმიტომ რომ იდეალურები ხომ არ ვართ და აი ამ ცოდნის გეფებს თუ ამ სიცარიელებს თუ ხედავენ რეკომენდატორები, ეგ ძალიან კარგი მომენტია, რომ თქვა რომ აი ამისი შევსება მინდა. ჩემს პროგრამას აქვს სპეციალური ფორმატი, რა ფორმატსაც უგზავნით რეკომენდატორებს და შემდეგ ეს რეკომენდატორები მას ავსებენ, ანუ სხვა ფორმატით დაწერილ რეკომენდაციის წერილს ჩემი პროგრამა არ იღებს. თქვენც ნახეთ, შეიძლება რაიმე სპეციალური ფორმატი იყოს, შეიძლება არ იყოს. მე მაინც დავლინკავ ჩემი პროგრამის ფორმატს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან კარგია, საკმაოდ მარტივი ფორმატია და აქვს როგორც ზოგადი კითხვები, ასევე კონკრეტული კითხვები და ეს შეიძლება დაგიხმაროთ. ძალიან გთხოვთ ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ მიეცით დრო რეკომენდატორებს წერილის დასაწერად. ანუ ერთი კვირა, ორი კვირა შეიძლება არ იყოს საკმარისი, ისევ და ისევ განსაკუთრებით ახლა, როცა
არის სემესტრის ბოლო, ძალიან დაკავებულები არიან პროფესორები, მათ დროს უნდა ვცეთ პატივი, ნახან ამას უსასყიდლოდ აკეთებენ, მხარს გიჭერენ და ისევ და ისევ არავინ არ არის ვალდებული, რომ სახალხო სუფრიდან მხარდაჭერის წერილი დაგვიწეროს. ამიტომ ძალიან გითხოვთ დროულად დაიჭირეთ თადარიგი. მე მაგალითად ერთხელ რომ გავუგზავნე, 2 კვირის მერე გავუგზავნე შეხსენება, რახან ისინი არ გამომეხმაურნენ. მე შეიძლება კიდე დაგჭირდეთ რაღაცა მეგობრული შეხსენება რომ გავუგზავნოთ და ეს არ გაგიკვირდეთ განსაკუთრებით პროფესორებს. რამდენი სტუდენტი ხავთ ხო ყოველწლიურად და შეახსენეთ ხოლმე, ანუ როცა სთხოვთ ასევე რეკომენდაციას, თხოვეთ, შეახსენეთ რასაგნები გაიარეთ მათთან. თქვათ, რამდენი ხანია იცნობთ, რომელი წლიდან იცნობთ, ასევე შეახსენეთ რაიმე სპეციალური კომპლექსური პროექტი თუ გააკეთეთ, რაიმე ისეთი პრეზენტაცია, რაც თქვათ, იმ დროს შეიძლება იყო ძალიან დასამახსოვრებელი და გამორჩეული, მაგრამ ახლა აღარ ახსოვდეს, ხო? პროფესორს, აი, შეახსენეთ ეს მასალა მიაწოდეთ და მე ისინი თავიანთ აზრებთან ერთად გადაამუშავებენ და საბოლოო ჯამში კარგ რეკომენდაციის წერილს დაგიწერენ. ნუ პრობლემა მაინც რეკომენდაციის წერილების არის ის, რომ არის ზედაპირული და შაბლონური. რა თქმა უნდა, რეკომენდატორს არ უნდა რომ თითქოს რაღაცა უარყოფითი ის უნდათ რა თქმა უნდა რომ ხარი დაგიჭირონ, ანუ ეს ძალიან კარგი გოგოა, ჭკვიანი, სულ სწავლობს, სულ მომზადებულია და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ ეს სინამდვილეში არ არის კარგი რეკომენდაციის წერილი. კარგი რეკომენდაციის წერილი ის არის, სადაც სისტემები იქნება დანახული და მოწოდებული პროგრამისტვის, რომ აი თქვენ თუ ეხა შანსს მისცემთ ამ კანდიდატს, აი ამ სიცარიელებს ამოავსებს. მე მგონია რომ ეს არის კარგი პრაქტიკა.